გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ იმ სარჩელების შესახებ, რომელიც შეტანილია OpenAI-ის და ზოგადად სხვადასხვა AI კომპანიების წინააღმდეგ, მაგრამ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ OpenAI-ზე და Sam Altman-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ფლორიდაში შეიტანეს. მანამდე მინდა რომ პატარა კონტექსტი შემოგთავაზოთ. ეს არის სულ ახალი სტატია, რომელიც The Next Web-ზე დაიდო და აქ არის ერთი პატარა მთავარი დეტალი, რომელიც გვეუბნება იმას, რომ სხვადასხვა ექსპერტებს და მაგალითად აქ არის სენატორი ედ მარკი ნახსენები, მისი აზრით AI კომპანიებისთვის დადგა ისეთი მომენტი, როგორც თავის დროზე იყო თამბაქოს მწარმოებლებისთვის, როგორცაც დადგა, როდესაც მათ წინააღმდეგ შევიდა რამდენიმე სხვადასხვა სარჩელი და ამის შედეგად შეიცვალა რეგულაციები, სასამართლომ დაადგინა, როგორი უნდა ყოფილიყო რეკლამირება, დროის შეფუთვის და შეიძლება ამ რეკლამების გამოფენა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა მაგ დროს თამბაქოს მწარმოებლების მიმართ და სენატორი და ბევრი სხვა ადამიანი ფიქრობს, რომ ესეთი მომენტი დგება AI კომპანიების მიმართაც. 1 იუნის ფლორიდა არის პირველი შტატი, რომელმაც უჩივლა OpenAI-ს და პირადად Sam Altman-ს. ეს არის 83 გვერდიანი სარჩელი, რომელსაც უფრო დეტალურად გავარჩევ ამ ვიდეოში. მთლიანად არა, მაგრამ აი ზოგადად რომ მოგიყვეთ თუ რა მიდგომები არის და რა შედავებიან და როგორი ფილოსოფია აი ამ იურიდიულ დისკუსიაში AI კომპანიების მიმართ. მოკლედ, აქ მთავარი თემა არის ის, რომ მაგალითად ამავე ტიპის სარჩელები იყო შეტანილი სოციალური მედია კომპანიების მიმართაც, ზოგი სარჩელი დაკმაყოფილდა, ზოგ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში სოციალური მედიის კომპანიებმა მოახერხეს, რომ თავი დაეცვათ იმითი, რომ ჩვენო არ ვაწარმოებთ არანაირ კონტენტსო, არამედ უბრალოდ ვართ პლატფორმა, რომელზეც განთავსებული არის სხვადასხვა მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი და შესაბამისად ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვერ ავიღებთო და აი ამის გამო ბევრი ჯარიმა თუ ბევრი ბრალდება აიცილეს თავიდან, თუმცა იყო რაღაცეები, რაზეც მეტაც და Google-იც დააჯარიმეს და მაგალითად იყო ის, რომ დამოკიდებულება თუ გამოყენება და რაღაცა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური თემები, რომლებიც მათ ეხებოდა, ამის ნიადაგზე რაღაცა გარკვეული ტიპის ჯარიმები მათ დააკისრეს. მაგრამ რაც შეეხება AI-ს და AI კომპანიებს, აქ იგივე ტიპის თავდაცვა, რომ ჩვენ კონტენტს არ ვაკეთებთ, არამედ უბრალოდ პლატფორმა ვართ, იურიდიული ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტიპის დაცვა არ გამოდგება AI კომპანიების შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კომპანიები თვითონ არიან ისინი, რომლებიც ამ კონტენტს აწარმოებენ იმ მხრივ, რომ ისინი ქმნიან chatbots, მათში დებენ რაღაცა ალგორითმს, ფორმულას და მერე შესაბამისად აი ალგორითმისა თუ ფორმულის შესაბამისად აძლევენ მომხმარებლებს ინფორმაციას და ის სწორედ აი ამ ტიპის ბრალდებები აქვს წარმოდგენილი ფლორიდას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ რაღაცა რეგულაციები უნდა ჩაიდოს. და აქვე მინდა აღვნიშნო უბრალოდ ეს, რომ აი როდესაც მე წინა ვიდეოებშიც ვახსენე, რომ როდესაც მაგალითად შემოვიდა ტრამპის დიდი საბიუჯეტო ბილი, ეგრეთ წოდებული Big Beautiful Bill, პირველი დაპირისპირება, უდიდესი ესეთი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც მოხდა რესპუბლიკურ პარტიაში, იყო სწორედ იმ თემაზე, რომ ტრამპი უკრძალავდა შტატებს, აი ამ თავისი ბილით თუ გავიდოდა პირველი რედაქციით, შტატებს აკრძალული ექნებოდათ AI კომპანიების რეგულაცია. შიდა პარტიული წინააღმდეგობა შეხვდა ძალიან დიდი. ზუსტად ამიტომ არის ის, რომ ჩვენ მაგალითად ვიცით, რომ Big Tech-ი, ანუ ეგრეთ წოდებული Big Tech-ი, ანუ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ძალიან აქტიურად ერევიან პოლიტიკაში, არა მარტო ამერიკაში, არამედ ზოგადად გლობალურ პოლიტიკაშიც. მაგალითისთვის იქ ჩვენ ვიცით, რომ ტრამპი როდესაც ჩინეთში ჩავიდა, იქ მას ახლდა თითქმის ყველა უდიდესი კომპანიის წარმომადგენელი თუ CEO. ჩვენ ვიცით, რომ პირადად ილონ მასკიც ჩართული იყო არაოფიციალურად და ისეთი თანამდებობა მოუგონეს, რომელსაც კონგრესის დამტკიცება არ სჭირდებოდა, მაგრამ იყო ტრამპის კაბინეტის წევრი და ინაუგურაციაზეც ჩვენ ვიხილეთ არაერთი ამ კომპანიის CEO. მოკლედ, ეს პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ერევა ეს ხალხი ზუსტად იმის გამო, რომ ისინი რაღაც მომენტში იცოდნენ მარტივად რომ ვთქვათ, რომ ესეთი რაღაცა მოხდებოდა და მათ დაუდგებოდათ ის დრო, როდესაც რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლებოდა დაკისრებოდათ. აი ამ სტატიაში
ჩვენ ვკითხულობთ, რომ ფლორიდა არ არის პირველი შტატი, რომელმაც უჩივლა AI კომპანიებს. იქ მაგალითად და აქ მე მინდა აღვნიშნო უბრალოდ რომ როგორი რაღაცა იცი რომ როდესაც ლაპარაკი არის ხოლმე big tech-თან და კომპანიებთან და აი ამ რაღაცა დიდ კორპორაციებთან დავაზე იქ ხშირად არის ხოლმე რომ უფრო რაღაცა მემარცხენე იდეოლოგიის შტატებისგან ან პოლიტიკოსებისგან მოელიან ადამიანები რაღაცა დაბიჯებს რომელიც თავისთავად ცხადია იდგმება ხოლმე ხა კალიფორნიას რო ეჩივლა მაგალითად OpenAI-ისთვის ან ნებისმიერი სხვა ესეთი big tech კომპანიისთვის შეიძლება და არ გაკვირვებოდა ვიღაცას, მაგრამ აქ ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ფლორიდამ უჩივლა OpenAI-ს, იქ მაგალითად იყო კენტაკიმ უჩივლა სხვა კომპანიას, იუტამ უჩივლა სხვა AI კომპანიას და მოკლედ ძირითადად ესეთი დიდი სარჩელები, რომელიც შევიდა კონსერვატორული ლიბერტარიანიზმის მოზეიმე შტატების მხრიდან, რომლებშიც ძირითადად პოლიტიკურ ამინც რესპუბლიკელები და მემარჯვენეები ქმნიან. ეხლა არის ასევე ნიუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ტეხასის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო რაღაცა მოკვლევა და გამოძიება OpenAI-ს კი არა და ზოგადად AI კომპანიებთან მიმართებაში და შეიძლება მადაც შეიტანოს რაღაცა ტიპის სარჩელი და აი ეს ის სარჩელი, რომელიც ფლორიდას აქვს შეტანილი OpenAI-ს წინააღმდეგ, ექსპერტები ამბობენ იმას, რომ ეს არის იმ ტიპის გამოცდილი სცენარი ამ იურიდიული ქმედებისა, რომლითაც სოციალური მედიის კომპანიებს უკვე 350 მილიონზე მეტი დოლარი გადაახდევინეს სხვადასხვა სარჩელების შედეგად, ხო და შესაბამისად აქაც რაღაცა იგივე შეიძლება მოხდესო. ხო და მოკლედ აი ხა ეს არის ზოგადი მიმოხილვა იმ სიტუაციისა, რომელიც არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა მინდა რომ უფრო დეტალურად ჩავხედოთ ფლორიდის მიერ შეტანილ სარჩელს და ამის მიხედვით უკვე განვიხილოთ და გავიგოთ ზოგადი მიდგომა როგორი არის ამერიკაში პოლიტიკური და სახელმწიფო ბრალდების მხრიდან, იმიტომ რომ ეს სარჩელი შეიტანა კიდევ ერთხელ ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა. და ვნახოთ რა უნდათ მათ OpenAI-ს და პირადად სემ ალტმანისგან. ეს არის მნიშვნელოვანი. ფლორიდის ეს სარჩელი, ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება სკრინშოტით, რომელიც ამოღებულია, როგორც მითითებული არის აქ, ChatGPT-ის ვებსაიტიდან, რომელიც არის განკუთვნილი მშობლებისთვის, იმისთვის, რომ წაიკითხონ უსაფრთხოების წესები, მოხმარების წესები და ასე შემდეგ და აი ამ მშობლებისთვის განკუთვნილ რესურსებში ერთ-ერთი თავის სახელია, რომ შექმნილია უსაფრთხოების გათვალისწინებით. Built with safety in mind. და პირველი ფრაზა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ სარჩელში, წერია ესე ძალიან მარტივად. Not so. ანუ არაფერიც უპასუხა ფლორიდის გენერალურმა პროკურორმა. მეოთხე აბზაცში ჩვენ უკვე ვხედავთ ბრალდებას და შეფასებას, რომ ფინანსური წარმატება, რომელზეც წინა აბზაცში არის საუბარი, აგერ ეს არის 850 მილიარდი, აი ესო დაუმსახურებელი არისო, იმიტომ რომ ამ აღმასვლას მიაღწია ფლორიდელი მომხმარებლების ხარჯზე მათი მონაცემების გამოყენებით, მათი უსაფრთხოების უგულებელყოფით და ეს არის მიუღებელი საფასური, ანუ unacceptable costs. მეხუთე აბზაცში უკვე ძალიან სერიოზული ბრალდებები გვხდება, წერია რომ მაგალითად იმის გამო რომ მოპასუხემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა მომხმარებელს და უაზროდ და გულგრილად გამოიტანა ბაზარზე ეს პროდუქტი და აი აქაც მნიშვნელოვანი არის ეს რომ ვიცოდეთ რომ ამ სარჩელების ფარგლებში ეს ჩატბოტები განიხილება არა როგორც პლატფორმა, არამედ როგორც პროდუქტი და შესაბამისად უკვე აი ამ პასუხისმგებლობას როგორც პროდუქტის შემოქმედს ისე აკისრებენ, ისე ედავებიან ამ კომპანიებს. ხო და შესაბამისად აი ამ გულგრილობის და ტყუილების გამო დაეხმარა მასობრივი სროლების ჩამდენ ადამიანებსო, ფსიქოლოგიურად მოწყვლად ადამიანებს უბიძგა თვით ზიანისკენო. ანუ პირდაპირ წერია encouraged. ანუ ეს უკვე სერიოზული დეფინიციაა, რომ აი ამ პროდუქტმა უბიძგა, წაახალისა თვით ზიანი. ეს სერიოზული დეფინიციაა, რომელიც ოფიციალურად აი ამ სარჩელშია შეტანილი. გარდა ამისა, აქ წერია, რომ მომხმარებელმა კრიტიკულად აზროვნების უნარი დაკარგაო და არასრულწლოვნები დამოკიდებულები გახდენო ამ აპლიკაციაზეო და ეს იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ მედიასთან მიმართებაში ამ ტიპის ბრალდება, რომ დამოკიდებულებას იწვევს სოციალური მედია და ეს წარმატებით მოახერხეს სხვადასხვა შტატებმა და მოქალაქეებმაც, რომ
ამის წარმატებულად დემონსტრირება მოეხდინათ სასამართლოში და ამის ნიადაგზე მოეგოთ პროცესები, ესეც ერთ-ერთი თემა იქნება, რომელზეც შეიძლება რომ ეს ბრალდება ასევე იყოს წარმატებული და შესაბამისად რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისროს OpenAI-ს და გარდა ამისა, ასევე წერია, რომ მონაცემები არასრულწლოვნების გროვდებოდა მშობლების მეთვალყურეობის გარეშე. და ესეთი რაღაცა წერია რა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ და ამ საზიანო ქმედებების სია განპირობებულია მოპასუხის დაუცხრომელი მისიით AI რბოლის მოსაგებად და დიდი ქონების დასაგროვებლად. ანუ ამ კაცის მიზანი იყო, რომ ბევრი ფული ეშოვა და ტექნოლოგიური რბოლა მოეგო AI-ის სფეროში და ამიტომ აი ამ რაღაცეებს გადააბიჯაო რა. ანუ აი ეს პირდაპირ წერია სარჩელში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აი მე-7 აბზაცში უკვე პირადად სემ ალტმანი სახელდება და ვკითხულობთ, რომ მოსარჩელეს, ანუ ფლორიდის შტატს ამ შემთხვევაში სურს პერსონალური პასუხისმგებლობა დააკისროს ალტმანს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა ფლორიდელებს თავისი უგუნური და გამიზნული ქმედებების გამო, მათ შორის ადამიანის სიცოცხლისთვის სარისკო მოქმედებებისთვისო. აი ესეთი უმძიმესი ბრალდება არის პირდაპირ უკვე შეტანილი სასამართლო წარმოებაში. და მერე 32 აბზაცში კითხულობთ სემ ალტმანის პიროვნების დასახასიათებლად მოსარჩელეს მოყვანილი აქვს ჟურნალ New Yorker-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ OpenAI-ის ბორდის ერთ-ერთ წევრთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ციტატა არის ჩასმული ოფიციალურად სარჩელში. აქვს ორი თვისება, რომელსაც იშვიათად შეხვდებით ერთ ადამიანში. პირველი, ეს არის ძლიერი სურვილი, რომ სხვებს ასიამოვნოს. და მეორე, თითქმის სოციოპათიური გულგრილობა იმის მიმართ, თუ რა შეიძლება მოხდეს სხვების მოტყუებით. გესმის? ანუ თან ესე იგი ორი ურთიერთგანსხვავებული ისა აქვს, ტიპს რომ მისი მთავარი ეგრეთ წოდებული people pleaser-ი არის, ანუ ყველასთან რომ უნდა რომ დაალაგდეს და ჯიგრულად იყოს და თან ამავდროულად აქვს სოციოპათიური გულგრილობა იმის მიმართ, რომ აი ვიღაცას თუ მოვატყუებ და რაღაცა დაშავდება ამით, ეს აი თითქმის სოციოპათის დონეზე ფეხებზე კიდი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ფლორიდის პროკურორი თავის სარჩელში ამბობს, რომ სემ ალტმანი არის პროჭი და ნაბოზარი. ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ეს მე არა ეგენი ამბობენ. 42 აბზაცში მოსარჩელე წერს, რომ CEO და მოპასუხე სემ ალტმანი პირადად ირჩევდა ChatGPT-ს, რომელი ახალი ფუნქცია უნდა დამატებული იყო და განვითარებული იყო. ანუ აი ამას და ეცდებიან თავისთავად ცხადია, რომ რახან ეს არის შემოტანილი, რომ ის იყო პირადად ეს ადამიანი, რომელიც ამ რაღაცა ტექნიკურ საკითხებს წვეთდა, ამასაც აუცილებლად ჩვენ ვიხილავთ მათ სასამართლო პროცესზე, ისინი ეცდებიან, რომ ამის მტკიცებულებები წარმოადგინონ. და შემდეგ მაგალითად 43 აბზაცში უკვე წერია, რომ OpenAI GPT-ს აპროგრამირებდა ისე, რომ მომხმარებელთან საუბრის შედეგად მუდმივად გაეუმჯობესებინა ადამიანებისთვის მიბაძვის უნარი. იმისთვის, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება გაზრდილიყო და AI რბოლაში წინ წასულიყო. ChatGPT აანალიზებს რეალურ საუბრებს, რათა ისწავლოს ლინგვისტური თარგები და შედეგად უკეთ გამოიცნოს დიალოგის მომდევნო ნაბიჯი. ამაზე მე წინა ვიდეოშიც ვისაუბრე, ანუ როდესაც სიქოფანტურ ქცევაზე არის, როდესაც ვლაპარაკობდი AI ფსიქოზე და ჰალუცინაციებზე, იქ ავხსენი, რომ ეს სიქოფანტური დამოკიდებულება რა ფუნქცია, რომელიც აქვს chatbot-ს არის ის, რომ მისი მთავარი მიზანი არის ის, რომ გამოიცნოს რა არის ყველაზე ისეთი ფრაზა ან სიტყვა, რომელიც აი ყველაზე უკეთ დება ამ დიალოგში. ბოლომდე შემოყვეს და ბოლომდე შეგიყოლოს თან. ანუ აი ეს მუდმივი ინტერაქცია რო არსებობდეს, აი ეს არის მთავარი თემა აქ. და საამისოდო, OpenAI იღებს თომას იმ მონაცემებზე, რომელსაც GPT-s მომხმარებლები უზიარებენ და ამას
აკეთებს მიუხედავად ინფორმაციის სენსიტიურობისა ან კონფიდენციალურობისა რა ანუ აი მაგალითად ეს შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობა პირადი ცხოვრება მენტალური ჯანმრთელობა ან რაღაცა იურიდიული თემები რომელიც აინტერესებს ხო ანუ როდესაც მაგალითად შენ მიდიხარ პროფესიონალთან ადვოკატთან ფსიქიატრთან ექიმთან იქ როდესაც ამ ინფორმაციას უზიარებ ამ ადამიანს ამ პროფესიონალს რომელსაც რაღაცა ტიპის კონტრაქტი გაქვს გაფორმებული ხო ან რაღაცა ეს წინასწარი ის არის აი ექიმთან ეს მოლოდინი გაქვს და შენ რომ მიდიხარ იქ რაღაცას ეუბნები შენ ჯანმრთელობაზე უზიარებ ფსიქიატრს თუნდაც და ეს არის კონფიდენციალურობით დაცული და ამას იცავს კანონი და თავისთავად ის ადამიანები რომლებიც ამ ინფორმაციას იღებენ და მე გასცემენ ისინი ძვალდებულები არიან რომ ეს კონფიდენციალურობა დაიცვან იმიტომ რომ ამ კონფიდენციალურობას თუ დაარღვევენ შეიძლება ლიცენზიად და საქმიანობაც კი შეუჩერონ რა თუ რა თქმა უნდა იქ არის რაღაცა გამონაკლისები თუ თქვათ იქ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს ან რაღაცა თვით ზიანზე არ საუბრობს ამ შემთხვევაში ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია რომელსაც შეიძლება ადვოკატს უზიარებდე ან ექიმს უზიარებდე ეს არის კონფიდენციალურობით დაცული და ამ შემთხვევაში ეს არ ხდებოდა OpenAI-ისთან და ChatGPT-სთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ადამიანები რაღაცა სენსიტიურ და კონფიდენციალურობა რომ მოითხოვება ისეთი ტიპის ინფორმაციას, როდესაც გასცემდნენ ChatGPT ამ მონაცემებს იღებდა და ამუშავებდა თავისთვის რა. გესმის და ეს არის ერთ-ერთი მათ შორის ბრალდება. და გარდა იმისა, რომ ზოგადად მომხმარებელზე აქ ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მათ შორის არის იმაზე, რომ არასრულწლოვნების ინფორმაციის მოპოვება და ამ ტიპის დამუშავება ხდებოდა. და ეს კიდე პრობლემური შეიძლება გახდეს OpenAI-ისთვის. ერთ-ერთი თემა, რომელსაც ედავებიან OpenAI-ის, არის ის, რომ ეს ფუნქცია მომხმარებლის საუბარი, ან თვით დასწავლა ხო აკეთებს ამას, რომ აი როდესაც ელაპარაკებიან რაღაცას აკეთებს, ასე ვთქვათ, chatbot-ი ის თავის თავს აუმჯობესებს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული თვით დასწავლის პრინციპი მოქმედებს რა, სწავლობს ამ ინტერაქციაზე და ყველაფერზე და ეს ფუნქცია ჩართული აქვს ნაგულისხმევად. ანუ მომხმარებელი რო იწყებს საუბარს chat GPT-სთან, ან chatbot-თან ზოგადად, ეს ფუნქცია რო დაიმახსოვრე რაღაცა ისენი და გაიუმჯობესე თავი, ჩართულია ისედაც უკვე თავდაპირველი იმით, რა ქვია, ფუნქციონალით. და შეიძლება რომ ეხლა ვიღაცა ადამიანი, რომელსაც რაღაც მომენტში ვერ აანალიზებს ადამიანი, ტექნიკურად არ იყოს გათვითცნობიერებული და ვერ ხვდებოდეს ეს რო პრობლემურია და ან შეიძლება ხვდებოდეს, მაგრამ გამორთვა არ იცოდეს და ასე შემდეგ. აი მაგალითისთვის ამასთან არა აქვს კავშირში, მაგრამ როდესაც უჩივლეს Amazon-ს Prime-თან დაკავშირებით, იქ ერთ-ერთი თემა ის იყო, რომ რთულად მისაგნები იყო Prime-ის ყოველთვიური subscription-ი, ანუ რომ გამოიწერდი ამას და თვეში $15 რომ გეჭრება ავტომატურად, ამისი გამორთვა გართულებული იყო და ბევრ მომხმარებელს, რომელსაც ტექნიკურად არ შეეძლო ამის გაკეთება, უჭირდა ამის გამორთვა და შესაბამისად ამის ნიადაგზე რაღაცა პასუხისმგებლობა Amazon-ს დააკისრეს. ანუ ეს ტექნიკურად რომ მომხმარებელი რაღაცას ვერ აკეთებს, ამის პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, რომელსაც ადვილად არ აქვს რაღაცა ფუნქციის ჩართვა გამორთვა მიწოდებული მომხმარებლის მიმართ. და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში ეს თემაც არის, რომ აი ეს რაღაცა თვით ამ მონაცემების მოპოვება და ამ მონაცემების შედეგად თვით დასწავლა ამ chatbot-ებისა არის პრობლემური და ამას ედავებიან ChatGPT-ს კი არა და OpenAI-ს. ხო და აი 45 აბზაცში ზუსტად ეს აქვს კონკრეტულად მოყვანილი ამ სარჩელში, რომ GPT-სა და ფლორიდელი მომხმარებლების დიალოგები გვაჩვენებსო, რომ OpenAI აგროვებდა მათ პირად და სენსიტიურ ინფორმაციას, ისეთის როგორიცაა მათი ჯანმრთელობა, ფინანსები, პირადი ურთიერთობები, ინფორმაცია შვილების შესახებ და ხშირად იყო ეს არის მნიშვნელოვანი რაც წერია ამ სარჩელში, რომ ხშირად იყო, რომ აი ამას თავად ChatGPT, ანუ chatbot-ი სთხოვდა ამ ინფორმაციას ფლორიდელებს. რა და მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ფლორიდელების სახელით, ანუ შტატი უჩივის. თავისთავად ცხადია ის ზემოთ როდესაც განმარტებები არის წინა აბზაცებში იქ ლაპარაკია იმაზეც, რომ ფლორიდის კანონმდებლობის და ფლორიდელი მომხმარებლის სახელით
ჩივის პროკურორი და ფედერალურად არანაირი პრეტენზიები არ აქვს და ეს თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანი არის თვითონ ამ პროცესისთვის. და შემდეგ ვკითხულობთ, რომ ეს დიალოგები იყო რეალისტურიო, ჩატბოტი ადვილად გადიოდა ეგრეთ წოდებული ტურინგის ტესტს, ანუ ტურინგის ტესტი არის, როდესაც ჩატბოტი არწმუნებს ადამიანს დიალოგისას, რომ ატყუებს, წარმატებით ატყუებს, რომ რობოტი არ არის და არწმუნებს, რომ ნამდვილ ადამიანს ეკონტაქტება და იმდენად რეალისტური არის მისი ინტერაქცია მომხმარებელთან, რომ მომხმარებელს ეჭვიც არ უჩნდება, რომ ეკრანის მეორე მხარეს ადამიანი კი არ არის, არამედ არის ხელოვნური ინტელექტი ან ჩატბოტი ამ შემთხვევაში, რომელიც არის დიდი ენობრივი მოდელი და აი ამ ტესტს, ეგრეთ წოდებული ტურინგის ტესტს წარმატებით გადიოდა ჩატბოტი, იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთი რეპორტიორი ამბობსო, ეს ხდებოდა ემოციური მიმბაძველობით. მერე ბრალდების მეორე თავის სათაურია მოპასუხე ChatGPT-ს ბაზარზე აპოზიციონერებს როგორც სანდო და უსაფრთხო პროდუქტს. და შემდეგ მოცემული არის მაგალითები ონლაინ რეკლამებიდან. პირველი მაგალითი, რომელზეც ამახვილებს ფლორიდის პროკურორი ყურადღება, OpenAI-ის რეკლამა ოჯახებისთვის. და მთავარი გზავნილი ამ რეკლამაში არის უსაფრთხოება. ეს სლოგანი გვეუბნება, რომ ChatGPT-ისთვის თინეიჯერების უსაფრთხოება თავშივე არის ნაგულისხმები. ანუ პირველადი ფუნქცია და ჩანაფიქრი არის, რომ თინეიჯერები იყვნენ უსაფრთხოდ. და შემდეგი რეკლამა, მარტივად რომ ვთქვათ, ChatGPT უმიზნებს ამას ახალგაზრდა მომხმარებელს და სთავაზობს მას ელფობანას. ანუ მოდი გახდი ელფი და როგორც ელფებმა ისე ველაპარაკოთ ერთმანეთს თუ რაღაც არ ვიცი ხა ეს როგორ ხდება, მაგრამ რაღაცა თამაში წარმოვიდგინეთ, რომ საქართველოში შეიძლება ეს დააპოზიციონე როგორც მოდი ელაპარაკე, რომელიღაცა ზღაპრის ქმნის კომპლეს არ ნაცარქიქიას და დაждდება ბავშვისკენ მიმართული აი ეს რეკლამა, რომ ბავშვს ამოუგდებს თავის Facebook-ზე ან სოციალურ მედიაში, რომ მოდი ეხა შენ ელაპარაკე რომელიღაცა ზღაპრის ქმნის და ეს მე იმდენად რეალისტურია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ამას შეიძლება რაღაცა დამოკიდებულება გამოიწვიოს, დაბნეულობა, ემოციური. შემდეგ მე მოცემულია სხვა მაგალითები, თუ როგორ რეკლამირდებოდა ChatGPT მაგალითად, როგორც საოჯახო ფერმის თუ რესტორნის დასამენეჯებლად საუკეთესო ხელსაწყო. და აქ მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ყველაფრის საუკეთესო ხელსაწყოდ რეკლამირდება. რომ აი მაგალითად შეუძლია მანქანის გაკეთება, საჭმლის რეცეპტები, დიეტა, თავის მოულა, ნებისმიერი რაღაცა, ამისთვის გამოგადგებათო, რომ აი ეს რეკლამა, აი ეს იყო სარეკლამო მიდგომა OpenAI-ის მხრიდან, რომ ამას ამბობს ფლორიდის გენერალური პროკურორი. და უკვე მე 54 აბზაცში, აი აქ ხო, აგერ ეს რეკლამის მაგალითები არის, აქ ჩამოყანილი, შემოტანილი და 54 აბზაცში ჩვენ უკვე ვკითხულობთ, რომ არ უმხელდა ეს რეკლამები მომხმარებელს იმას, რომ ChatGPT შეიძლება ცდებოდეს, ან მომხმარებელს აწვდიდეს უაზრო მცდარ და ჰალუცინაციის შედეგად გენერირებულ ინფორმაციას. ეს არ იყო ამ ყველაფერში. პირდაპირ სარეკლამო ტექსტებში იყო ის, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო, კომპეტენტური და ძალიან მაგარი და ამის შედეგებზეც ჩვენ ქართულ Facebook-ზეც ხშირად ვნახულობთ, ამაზე ვიდეოც მაქვს წინაზე გაკეთებული, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თუ თქვა რაღაცა, ესე იგი უეჭველი ეგრეა და იმის იქით არავინ აღარაფერს არ იყურება და ის კი არა ფილოსოფიურ და რაღაცა იმის თანაშეკითხვებით მიმართავს ხოლმე ადამიანები, რომ ხანდახან ცოტა არ ვიცი, გაოცებული რჩები ხოლმე, რასაც ვნახულობ ჩემთან ფიდში. მე მაგალითად მოყვანილი არის აქ რაღაცა ნაკვესები ოფიციალური ბლოგიდან, ChatGPT-ის ოფიციალური ბლოგ პოსტებიდან, რომელშიც უბრალოდ აღწერილია ის, რომ ეს კომპანია წარმოადგენდა ამ ხელსაწყოს და ამ პროდუქტს როგორც ყოლის შემძლეს და მაგალითად აქ ციტატა არის მოყვანილი, რომ სემ ალტმანმა ისიც კი თქვაო, რომ ChatGPT 5 იგივეა, რომ ჯიბეში ყავდეს გუნდი, რომლის ყველა წევრსაც დოქტორის ხარისხის ექსპერტული ცოდნა აქვს. მაგრამ როგორც ამ სარჩელში აღინიშნა, ფლორიდის გენერალური პროკურორი ფიქრობს, რომ ChatGPT სინამდვილეში მიხეილ ყაველაშვილებისგან შემდგარი გუნდია.
ანუ აი კანტზე და სპინოზაზე შეიძლება გელაპარაკებოდეს, მაგრამ კრეტინები არიან რა. ჯამში ეგეთი შეფასება აქვს ფლორიდის პროკურორს. მერე უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენ ბრალდების მესამე თავზე, სადაც მკითხულობთ, რომ ფაქტობრივად, ესე იგი, ChatGPT არის ტელეიმედი. იმიტომ რომ არ არის სანდო და იტყუება. და აქ მოყვანილია BBC-სა და NPR-ის ჩატარებული კვლევები, რომელიც გვამცნობს, რომ სოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, აი ნიუსებთან, ასე ვთქვათ, მიმართებაში, როდესაც ChatGPT-ს რაღაცას კითხავს, 45% პასუხებისა მცდარია. რაც მე მგონია, რომ იმედზე ბევრად უკეთესი შედეგი არის, ანუ იმედი უფრო მეტ სიტყვება ვიდრე ChatGPT. მაგრამ არ ვიცი, ხა რომ მიდიხარ იმასთან, რა ქვია, ეგრეთ წოდებულ ხელოვნურ ინტელექტთან და მოლოდინი რო გაქვს, რომ ყველაფერს სწორს გეუბნება და საოცარ ინფორმაციას გაწვდის და ამაზე მაგარი ტექნოლოგია არ არსებობს და ამ დროს 45% პასუხებისა მცდარია და თან ისეთ თემებზე, რომელიც ეხა მოხდა და ნიუსია და გადამოწმება შეიძლება და ასე შემდეგ, მე მგონი ძალიან სერიოზული ის არის. და ამაზე სხვათა შორის Google-ზეც იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, ნუ ამ სარჩელში არ არის ნახსენები, მაგრამ სტატია ვნახე ადრე, რომ აი მაგალითად რაღაცას რო დაგუგლავ და იქ ესე იგი საიტების ჩამოართვას ხო გაძლევს search-ი უკვე, მაგრამ თავში ყოველთვის არის გამოტანილი AI-ის მიერ გენერირებული რაღაცა ინფორმაცია, რომელიც ამოღებული აქვს ამ საიტებიდან და რაღაცა იმას გაძლევს რეზიუმეს. რომელიდანაც შეიძლება რაღაცა ინფორმაცია ისე წაიკითხო, რომ საიტზე არც გადახვიდე. და იქ რაღაცა კვლევა იყო ჩატარებული, არ მახსოვს მაგას, მე აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს მაგაზე, რომელმაც დაადგინა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხშირად არის მცდარი მოწოდებული აი ამ რეზუმეებში, იმიტომ რომ ის, რასაც შენ შეიძლება თვლიდე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, იმას საერთოდ არ გაწვდის რა, ახტება და რაღაცა ძირითად იმეებს იღებს და იქიდან გამომდინარე მე აგენერირებს რაღაცა დასკვნებს და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციას ან მნიშვნელოვან ფაქტორებს ტოვებს, რომელიც შეიძლება კონტექსტისთვის და შენთვის მნიშვნელოვანი იყოს რატომაც ეძებ იმ ინფორმაციას და შესაბამისად ხშირად არის ხოლმე, რომ იქიდანაც მცდარი მიუხედავად, ამიტომ როდესაც რაღაცა აი თუნდაც აი ეს AI რეზიუმეს რო გაძლევს, იქ ყოველთვის აყოლებს ხოლმე Google-ს, რაც აქვს, ეს არის, რომ ყოველთვის აყოლებს იქ საიტების ლინკებს, რომ აი აქედან ავიღე ეს ინფორმაცია ამ შეკითხვასთან დაკავშირებით, ან რაღაცას რო დაგუგლავ, ვიღაცის სახელ და გვარს სიტყვაზე, იქ ამოგიგდებს რაღაც ბიოგრაფიას ამ ადამიანისას და იქ ყოველთვის მოაყოლებს ხოლმე ლინკებს. აუცილებლად ჩემი რეკომენდაცია არის, რომ აუცილებლად ყოველთვის გადადით ამ ლინკებზე და იქ გადაამოწმეთ კონკრეტულად ის რაც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება გეზარებოდეთ და დიდი სტატია რო წაიკითხოთ, მაგრამ თუ რაღაცას ეძებთ და თუ რაღაცა გაინტერესებს მართლა ინფორმაცია, მნიშვნელოვანი არის, რომ იქ შეიძლება მართლა ისეთი პატარა დეტალი ჰქონდეს გამოტოვებული, რომელიც კონტექსტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეხა ის ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ AI არის და ის რაღაცა საერთო იმას გაძლევს რა, გენერირებულ პასუხს გაძლევს და არა იმას, რასაც შენ ეძებ და რაც შენთვის მნიშვნელოვანი არის, ის შეიძლება გამოგიტოვოს. ამიტომ ეს აუცილებელია. მოკლედ, გავაგრძელოთ ეს იგი ფლორიდის სარჩელი და როგორც ფლორიდის პროკურორი თავის სარჩელში წერს, ესე იგი რაღა ზაზას შათირიშვილთან გილაპარაკიაო შეთქმულებების თეორიებზეო და რაღა ChatGPT-სთანო. დიახ ბატონებო, ესე იგი 47,000 მიმოწერის ანალიზის შედეგად გაირკვაო, რომ უგასულეს ინფორმაციას აწოდებს მომხმარებელს. მაგალითად, ბავშვების აყვანის სისტემას ელიტები იყენებენ იმისთვისო, რომ ფარულად გაფილტრონ და გამოიყვანონ მომავალი თაობებიო. ანუ ChatGPT, ბიჭო, თავიდან მე მახსოვს, რომ იყო რაღაცა ისეთი ამბები, რომ აი ChatGPT-ისთან ვიღაცების შეთქმულების თეორიებით რომ მიდიოდნენ, ის პასუხებს უბრუნებდა ისეთ დონეზე, რომ ფაქტობრივ პასუხებს უბრუნებდაო და ძალიან ბევრ ადამიანს აღარ მოსწონდა chatbot-ებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ სიმართლეს აწოდებდა, რაღაცა მშრალ სიმართლეს აწოდებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს სიკოფანტური მიდგომა, რომელიც როგორც აღვნიშნე წინა ვიდეოში, შეგიძლიათ იხილოთ, რაზეც მაქვს საუბარი,
რომელშიც მთავარი მიზანი ის არის რომ დაგტოვოს იქ და ჩაგრთოს და მუდმივად ყველაფერში დაგეთახმოს და გითხრას რომ გენიოსი ხარ და მაგარი ხარ და კი ყველაფერი მაგარია ეს გადაიზარდა იმაში რომ ფაქტებზე კი აღარ გელაპარაკება და რაღაცა ხელსაწყო კი არ არის მართლა არამედ ეს არის ის რაღაცა ხელოვნური თანამოსაუბრე რომელიც ცდილობს რომ რაც შეიძლება ყველაფერზე კვერი დაგიკრას და მათ შორის აი ესეთი იდიოტური რაღაცეები გითხრას რომ მაგალითად სკოლაში მომხდარი მასობრივი სროლები deep state-ის ხელში შესანიშნავი იარაღიაო. deep state-ისაც კი ვალიდაციას აძლევს ეს შენი ChatGPT და აი აქ მინდა ერთი პატარა ეს გავიხსენო. ChatGPT-ს ხო კოცი არ არის, ეხლა მაგრამ გამომაშტერეთ. როგორ ბატონო უცხო? ChatGPT-ს ხო კოცი არ არის, ეხლა მაგრამ გამომაშტერეთ. კოცი ყოფილა. ChatGPT-ს ხო კოცი არ არის, ეხლა მაგრამ გამომაშტერეთ. ChatGPT-ს ხო კოცი არ არის, ეხლა მაგრამ გამომაშტერეთ. კოცი ყოფილა. ხო და მე არათუ კოცი საერთოდ Kanye West-ის ფანიც ყოფილა, ჰოლოკოსტიო ხალხის დახოცვის თემა არისო, არამედო. აშკენაზი ებრაელების ძალის შესაკავებლად საჭირო აბჯარიო, ესეთ რაღაცას ეუბნება თურმე მომხმარებლის ეს შენი ChatGPT. და მოკლედ აი ესეთი რაღაცეები შეგროვებული აქვს ფლორიდის იმას გენერალურ პროკურორს და წარმოდგენილი აქვს თავის სარჩელში. მე მოყვანილი არის მაგალითები იურისტების შესახებ, რომელმაც ამაზე არაერთხელ გაგებულიც გექნებათ უკვე რომ პირდაპირ სასამართლო განხილვებზე ადვოკატებმა ChatGPT-ის მიერ მოგონილი кейსები მოიშველიეს როგორც პრეცედენტები და ამის გამო აქვე წერია რომ მაგალითად კალიფორნიაში დააჯარიმეს ვიღაცა ადვოკატი $10,000 ნიუ-იორკში დააჯარიმეს $5,000 და იქ სერიოზული პრობლემა არის რა, იმიტომ რომ მაგალითად ფინანსურ რჩევებსაც აძლევს მომხმარებელს, ისინი რაღაცას ეკითხებიან და ის ძალიან დარწმუნებით ისეთ პასუხებს აძლევს, რომ საერთოდ ისიც კი უთხრა ერთ-ერთ მომხმარებელსო, რომ ბუღალტერიო ლიცენზირებული ბუღალტერი არ გჭირდებაო, აი აგერ არის მოყვანილი 63 აბზაცში, ეგ ფრაზა რომ არა უკაცო რაში გჭირდებაო, ისა რა ქვია, CPA ანუ ლიცენზირებული ფინანსისტი, ბუღალტერი და რაღაცა ინფორმაცია მიაწოდა მაგალითად გადასახადების გადახდასთან და ამერიკაში გადასახადების გადახდის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამან რაღაცა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი რთული პროცესი არის, რომელიც არავის არ უყვარს და ძალიან ისეთი უაზრო თემაა და ძნელი და კარჩი ტვინის ბორღი რა და ეხა ზემოდან ამის გამო თავისთავად ცხადია რომ ვიღაცა მიმართავდა რა ChatGPT-ს რომ არ იქ დამეხმარე ამაში და ამან რაღაცა ისინი არასწორი რჩევები მისცა, როგორც ჩანს, აქ კონკრეტული მაგალითები აღარ მინახავს ახლა ამ თემაზე. ხო და. ნუ მოკლედ, სარჩელში ავტორები ამბობენ, რომ ChatGPT ვერ ასრულებს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ბრძანებებს ისე, როგორც კომპანია ამას არეკლამირებს. ანუ კი ბატონო, კი რაღაცეებს აკეთებს, მაგრამ აი ისე, როგორცაც კომპანია არეკლამირებს და გვეუბნება, რომ ესე აკეთებსო, ესე სინამდვილეში ვერ აკეთებს ამ ფუნქციასო. და მე უკვე შემდეგი თავი მოდის, რომელსაც ქვია ChatGPT საშიშია და საზოგადო უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. და არასწორი თარგმანი იყო, მაგრამ ნუ არა უშავს, ნუ ხვდებით, რასაც გულისხმობ. და ნუ მე აი აქ არის მოყვანილი მაგალითები, როცა ChatGPT-მ არასწორი რჩევები მისცა მომხმარებელს ჯანმრთელობასთან და მედიკამენტებთან მიღებასთან დაკავშირებით, ამაზე კიდევ ერთხელ ნახავთ, რომ წინა ვიდეოში ჰალუცინაციებზე, როდესაც ვსაუბრობდი და ფსიქოზზე, იქაც ვისაუბრე ამაზე უფრო დეტალურად რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე და მე აქ მთავარი თემა რაც აქ არის ის არის, რომ მოსარჩელი ამბობს, რომ Altman-მა და OpenAI-მ იცოდნენ რომ მომხმარებლები ასეთ რჩევას იღებდნენ ChatGPT-ისგანო და არაფერი სამისოთ არ გააკეთეს, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ტექნოლოგიურ რბოლაში წინ წასულიყვნენ და რაც შეიძლება მეტი ფული ეშოვათო. აი ეს არის აქ მთავარი თემა რა. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აქ მეგობრებო, ამას ამბობს არა ვიღარცა მემარცხენე მაშა სადამე ტიპი, არამედ პირდაპირ ფლორიდის გენერალური პროკურორი. დიახ.
და მე აქ მაგალითად წარმოდგენილი არის სხვადასხვა კვლევები იმის შესახებ, რომ თინეიჯერებისთვის საფრთხე შეიცავს და დამოკიდებულებასთან სიწვევს და დამოკიდებულებასთან მიახლოებული ქცევები ფიქსირდება და რაღაცა ქცევებზე როდესაც აკვირდებოდნენ ბავშვებს ქცევები გამოავლინეს ისეთივე როგორცაც მაგალითად რაღაცა სუბსტანციაზე დამოკიდებული ადამიანები ავლენენ და როგორც სუბსტანციაზე დამოკიდებული ადამიანები იქცევიან, ანუ აი ეს კვლევები იყო და მოკლედ ბევრი ესე იგი ძალიან ვრცელი სარჩელია, მე-20 გვერდზე ვარ და კიდე არის 60 გვერდი და ეხა მეზარება სიმართლე რომ გითხრათ ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი საკმარისი ვილაპარაკი და საკმარისი მაგალითები მოგიყვანეთ იმისთვის, რომ დავინახოთ ის თუ როგორი დამოკიდებულებაა ზოგადად აი სამთავრობო პრაქტიკაში და ფილოსოფია როგორი იქნება მთავრობის მხრიდან, როდესაც სასამართლოთი თუ კანონის ძალით მიუდგებიან ამ კომპანიებს. ხო და როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, მნიშვნელოვანი მომენტი არის ეს, ამითი ჩვენ გავიგებთ, როგორ რეგულირდება, რანაირად რეგულირდება, იქ სხვა ტექნიკური თუ ფინანსური პრობლემების ამბებიც არის უკვე AI-სთან დაკავშირებით და მოკლედ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ეგრეთ წოდებული Wild West-ი, რომელიც შემოვარდა ესე უაზროდ და რაღაცა გულგრილად როგორც თავად აი ამ სარჩელში არის ნახსენები, ეს საბოლოო ჯამში რაღაცნაირად უნდა მოთოკონ და ამისკენ არის ეს ყველაფერი მიმართული. ხო და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ამბები, ამდენი ხანი თუ მისმენდით და გაინტერესებთ ეს თემა, ძალიან გთხოვთ რომ დამიფასოთ ეს შრომა, რომელიც აი ამ სარჩელის კითხვასა და მე თქვენთვის მოყოლას ეხება, დაალაიქოთ ეს ვიდეო და თქვენი აზრიც მითხრათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რა ამბები გველოდება წინ და საერთოდ რას უნდა ველოდეთ და რას ფიქრობთ, რა მოკლედ ზოგადად ეგ მითხარით, დავიღალე რამდენი ვილაპარაკი, აღარ შემიძლია უკვე. ხო და მოკლედ რა დამილაიქეთ ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მიხარია ლაიქებს რომ ხედავ ხოლმე მარტივად რომ გითხრათ, დიახაც ლაიქებზე ვარ დამოკიდებული, მაშინ როდესაც აი ამ ხილა რაღაცა დებილობა, არა დებილობა, აი ამის თანა რაღაცა სარჩელებს რომ გკითხულობ და მე ამაზე რომ გელაპარაკებით, ამას რომ ვიღაცა მილაიქებს, მიხარია ხოლმე, ამიტომ დამილაიქეთ. კარგად მზადდებოდეთ.